მერაბ ბაბაშიძე, აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო. ინსცენირების ავტორი და რეჟისორი ლევან ლორთქიფანიძე. მონაწილეობენ გოგა გორგასანიძე, ლილი ხურითი, არჩილ ბარათაშვილი, ნანა ხურითი, რევას თავართქილაძე, კახა ჭოლაძე. ხმის რეჟისორი რომეო ტერგრიგორიანი. მუსიკალური განფორმებელი ხათუნა ბედელაძე. რეჟისორის ასისტენტი ნათია ხოშტარია. რადიო დადგმა ჩაწერილია 2002 წელს. გამარჯობათ. გამარჯობათ, ჩემო ბატონებო. გამარჯობათ. რომ იცოდეთ, რამდენი ვიფიქრე, როგორ წარმდგარიყავი თქვენ წინაშე. მინდოდა რამე ახალი ორიგინალური ხერხით დამეწყო, როგორც დღეს მრავალი აკეთებს, მაგალითად ან ჩამეხველებინა ან კიდევ პირდაპირ კლასიკოსების ლანძღვაზე გადავსულიყავი. ბოლოს ასე გადავწყვიტე. კუცაც დიდი სიამოვნებით მოგიხდით. კუცკი მოგიხდით, მაგრამ თქვენ ალბათ ვერავითარ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებთ. ჩემს კეფაზე ამობურცული ქვასავით მაგარი მეორე შედარებით პატარა თავის დანახვა. ასე რომ ნუ ჩამოვმართმევთ ქუდ მოუხდელობას უზდელობაში. ხო. ისედაც მიჭირს ჩემი ისტორიის მოყოლა. მე-20 საუკუნეში, რა თქმა უნდა, უკვე სხვა პრობლემები აინტერესებს ხალხს. მაგრამ რომ იცოდეთ, რა ორიგინალური და საყვარელი არსება ვარ. არა, მარტო თავის ზომით კი არ გამოვირჩევი, აქამდე არსებულ დიდ თავებში და კუზიანებში. ტანიც ყველაზე უფრო პატარა მაქვს. მეკითხებით, როგორ ვიტან ამას? შვენივრად. ვიტანჯები. და ვიტანჯები მხოლოდ იმის გამო, რომ დამცინია. მაგრამ არ იფიქროთ, რომ დაცინვამ წყინს არა? ამ პატარა ბრიყუჩუნებს გონიეთ, რომ როცა მათ დაცინვას გამაყროებელი გულის წასვლამდე მომაკვდინებელი ხარხარით პასუხობ, ეს ხარხარი განაწყენებული კაცის იარაღია და მეტი არაფერი. ახლა რომ სიხარულით ხორუმი ჩამოუარო იმაზე სიტყვი, ან რომ ვთამაშო? არა. პატარა კაცო. პატარა კაცოლებო. დიდარ სიმახინჯე იგი უფლისაგან ნაბოძები. ის მე გზას მიხსნის იმ სამყაროსაკენ, რომლის ხილვაც თქვენ ვერასოდეს გეღერზებათ. Il est là pour toujours. Je le crois. Ce sera un beau jour que le jour où l'on se mariera. არა არის ეს ლტოლვა უხეში. ნუ მომიშორებ ცივად და სისხლით. რა დროს წოლა? ადიქი. ადი სახურავზე და შეაკეთე. ჩემს საწოლთან დიდი წყლის გუბე დგას. ასე და ამგვარად უკვე შემოგაპარეთ, რომ მყავს და ჩამომდის წყალი და ასე შემდეგ. ისე კი ანდრო და მისი ამსონები რო არ მოგეძღვნა, ჩემთვის განგება უკალკი იქნებოდა. ან არა და უჩინმაჩინის ქუდი მაინც გებოძებინა.
რათა იძულებული არ ვიყო დილის 7 საათსა და 00 წუთზე წამოხტე ლოგინიდან და სამსახურის კართან საათნახევრის განმავლობაში არ ვითქე. ღვთის გლახასავით ვუცადო როდის მოვა დამლაგებელი და გაახებს. შეხედე. ოდი ჩემთან. ოპ. როგორ მოგწონს? ანდრო, ახლა დასვიძირს ეკაცი. ახლა რა მოგივიდა, ანდრო? მადროვე. აი დაგს. ანდრო, გეყოფა ახლა, არ გინდა, გეხვეწე. მოიცა, არ წახვიდე ჩემო პატარა კამფეტს მოგცემ. აი შენ კამფეტი. კარგი ახლა. დიდი მადლობა. ანდრო, გაჩერდი მე, რა მოგივიდა? შეგერგოს. მადლობთ ბატონო ჩემო, მადლობთ. რა? მადლობთ მეთქი. ჰა? მადლობთ მეთქი, მადლობთ. გეყოფა ახლა, გეყოფა. მაცადე. ზახრუმა. ფრთხილად, აგური უჭირავს. აი, ანდრო. მართლა. ვინ არის ანდრო ჩვენი მეზობელი. ზუსტად 8 საათიდან გამოეთრევა სახლიდან თავის ძმაკაცებთან ერთად. ჯერ სახაშეში შევლენ. დაურტყავენ პატარა-პატარას. მერე გარეთ გამოვლენ და თქვენც კარგად მოგეხსენებათ, არის ერთი გამოვლენების, განსაკუთრებით გოგონების მასხრა ტაქტება და სხვაუბნელების ყბების ლაწალუწი. ჩემ დას პატივისცემით ეპყრობიან. და მასთან როცა გავივლი, ხმას არავინ იღებს. არავინ. მაგრამ ამ ბოლო ხანს როცა ქუჩაში როცა გამოვდივარ, ჩემ დას რამდენჯერმე ცრემლი შევნიშნე. ეთყობა საშინლად განიცდის, რომ გვერდზე ასეთი არაესთეტური გარეგნობის პიროვნება მიუყვები. და მეც გადავწყვიტე მარტო ვიარო. მარტო სიარულმა ხომ მომსპო და გამათავა. ბიჭების დაცინვას კი ვიტანო, მაგრამ როცა მათ ხითხიც, კაი პაუნურები მოყვება ხოლმე. ეს ვერ გახლავთ თქვათ სახარბიელო რამ. ვერა. ბოლო გზა ყოველთვის ატალახიანებულია და ეს რა უქნია იმ ნადირს? ნაგისიც. წავიდეთ. ჰეი, ანდრო! ეგ გონდიო, ვინ არის შენი? შეშვი, ანდრო, არ გინდა გეხვეწები, წავიდეთ. რა გადაკი? კითხვაზე უპასუხე უპროსტებს შეგვერის დინგო. კითხვაზე. წავიდეთ, ანდრო, გეხვეწები, წავიდეთ. დაგეთყა ერთის, ა? მადლობ. ასე თუ ისე დაინახეთ რას წარმოვადგენ. ახლა ძალიან მინდა გაგაცნოთ ჩემიდან. ჩამოვართვი ბიძიას ხელი ნინკა. ხედავთ, რცხვენია. ყოველთვის ასეთი მორცხვი იყო. მორცხვი და ჭორფლიანი. მაგრამ ისე ეს არა, ეს ჭორფლი სულას არა უშლოვებს, არა, პირიქით ალამაზებს კიდეც. ნახეთ რა დაგემართათ, შეხედეთ რა ჩამოსხმული ტამპეხი აქვს, მაღალი მკერდი, სათნო იერი. ამასთან ერთად რამდენიც შეუძლია სითბოსაც იჩენ ჩემდამი. თუმცა არ დავმალავ და მგონი მოხარული იქნება თუ ერთ მშვენიერ დღეს თავგაჭეჭყოს მიმიტანენ სახლში. არა. თქვენ არ იფიქროთ ამით, რომ ის იქნება ბედნიერი. არა, არ იფიქროთ. ის ფიქრობს, რომ ამით მე გამთავისუფლდები ტანჯოწამებისაგან. რომელი ხარ? მე ვარ, გააღე. რომელი საათია ისი?
გაგიჟდი თუ რა მოგივიდა შემომიშვი რა, შემომიშვი, გავიყინე კაცი. გცემეს არა. აი ეს დღეში რომ მოსავლება გნახო. ამაზე უარეს დღეშიც უნახი ვარ. ერთი ყავა გამიკეთე რა. ერთი წლის წინ დავამთავრე პედაგოგიური ინსტიტუტი. ხომ წარმოგიდგენიათ რა თავზარი დაეცემოდა დირექტორს, როცა მის კაბინეტში გამოვცხადე დიპლომით ხელში. დაბრძანდით? მადლობთ. უკაცრად, მაგრამ რა გნებავთ? ვიცით, თქვენთან უნდა დაერეკათ. დიახ, თქვენთან უნდა დაერეკათ განათლების სამინისტროდან. პენსიაში გასული ვიღაც თევდორაძის ნაცვლად გამომაგზავნეს. აი, დიპლომიც მოვიდა. არ არის საჭირო, არ არის. ხვალ შემოიარეთ. ახლა საქმე მაქვს. ხვალ შემოიარეთ, ხვალ. საქმე მაქვს ახლა. ძილს არაპირებ შენ. ხვალ პირველი გაკვეთილი გაქვს მგონი. რომელი საათია? 3-ია დაწყებული. 3-ია დაწყებული? მართლა. ბავშვობის ტანსაცმელი ხომ არა გაქვს რამე შემორჩენილი, ჰა? რა თქინდა? აბა, ასე გამოვცხადე გაკვეთილზე? ვერ გავაცდენ, დირექტორმა ბრძანა კომისია მოდის განათლების სამინისტროდანო? არა, ბატონიშვილო. ბავშვობის ტანსაცმელი აღარ დამჭა. როგორ სულ მუზეუმმა წაიღო? რა? არ წავალ და ის იქნება. გაგდებით, ვერ გამაგდებენ და მოიცა რატო გონია ვითომ რომ ვერ გაგაგდებენ? ერთი სული აქვს რამე შარი მოგდონ. კინწისკრით რომ მიგაბრძანონ სკოლიდან სხვათა შორის. ხო? კარგი. დავიძინოთ. კარგი, დილით რა შეისმა მაინც. სახლში გავალ დილით. არა მე მეზობელს გამოვართმევდი, მაგრამ ხო იცი ახლა ხერხული არა. შე რო გახვიდე და მომიტანო. ფული, პაპუ. ეგ მაინც ეს ხე მეზობელს. მოდი რა დავიძინოთ რა. ხვალ მოვიფიქრებ რამეს, კაი? რა დამაწინებდა? ჩემს ისედაც აღზნებულ ხასიათს ორი ჭიქა ყავაც მიემატა და კარგად მეყოლეთაც. არა და მართლა რაში ვადანაშაულებ ამ კაცს? მეგობარო. თქვენ ხომ არა გაქვთ შემთხვევით ერთი ხელი პერანგი და პიჭაკია? შემოაგდე თუ კაცი ხარ აქეთ. შემოაგდე, ჰა? რას გაჩვენე? გენანება? რა იყო შეკაცო? რა იყო? დაგიბრუნე ბერცაჩი. რა გაცინებს? მაშარა ხომ? კარგი ბატონო. ჩემზე იყო შენი პატივი ზემა. ისე ყოველთვის ვოცნებობდი რუსოს მკვლელი მანახა სადმე ხელებში კრული თქვა. ვაი. მე წამების ხერხებს მოვიგონებდი. ჯერ არ ნახულს ბატონებო. არა ხომ არ გონიათ ისე ვცემდი თქვენ რომ მირახუნებთ ხოლმე. როგორი სიამოვნებით გავუძღვებოდი მოედანზე დაყრილ ფიჩხებისკენ ხელებს შეკრულ ჯალათებს. ეს ვინ არის? ნერონი, კალიგულა, მაკედონელი
ესე შაჰაბაზი, ეს კიდევ ნაპოლეონი და ჰიტლერი. აბა ბატონებო, რას გვეთქვით სიკვდილის? თუმცა ვერაფერს უკვე დილექშია მოგლიჩეთ მაწუხებით. მომისმინეთ მუნჯურად ინანიებთ თუ არა დანაშაულს. არა? აბა ახლა კი მომაწოდეთ მაშხალები. მე დიდ თავამახინჯი ბრალს გდებთ სიმშვენიერისა და ადამიანური წმინდა გრძნობების შეურაცხყოფისათვის. აქეთ მაშხალები კვაზიმოდო რა მოხდებოდა შენი ჯანი მოეცა ღმერთ ჩემთვის. არა კვაზი არ დაგანებებ მე უნდა წაუკიდო ამათ ცეცხლი მე თქვენი სახელით ბატონებო თქვენი სახელით საკონცენტრაციო ბანაკებში დაგუდული ბავშვებისა და სახრჩობელაზე ჩამოკიდებული მოხუცების სახელით ცირკში მოასპარაზე კერშელეწილი გლადიატორების სახელით ნამუსახშილი დებებისა და ცოლების სახელით ჟან-ჟაკ რუსოს სახელით სიყვარულის სახელით თავისუფლების სახელით იზეიმე კაცობრიობა გამოგივიდა რომელი საათია ბიჭო? გაიცხრის ნახევარია. რა ვქნა ახლა? რა ვქნა მითხარი, რა ვქნა? რა ვიცი მე. მეც ახლა გავიგვიძე ისე იყვირე რომ. მანახე რა, რომელიმე შენი პერაგი მანახე. გამომართვი. ესე. აიო. ნაპორასავით. რა სიგრიჯები რა? მეცა პიჯაკს არ ჩაიცვამ. მხრებზე მოვისხავ, მხრებზე. არა, ჯობია ჩავიცვა. მოიცა მე რაღაც ჩავიცვა, მოიცა. ერთი შენიც. აუღელებლად შევედი სკოლაში. ზარი დარეკილი იყო და კომისიის წევრები კლასში დამხვდნენ. დირექტორიც იქ ბრძანდებოდა. ერთი კი გავივლე გუნებაში. მივტრიალდები და წავალ ჯანდაბა სკოლაც და სამსახურიც მეთქი. მაგრამ გვიან უკვე. წამობრძანდით ერთი ქვემოთ. არა მობრძანდით. მანახლავე აგიხსნით ყველაფერს. წამობრძანდით. ყველაფერს აგიხსნით. მომიწმინეთ აქ ცირკი არ გახლავთ მეგობარო. გამიშვით. არ წამოვალ. ჩამბაზი. ჩემო საყვარელო ბავშვებო. ძალიან გთხოვთ, მიაქცევთ ყურადღებას ჩემ მშვენიერ გარეგნობას. ის თქვენ გონებას გაგიფანტავთ და ხელშეგიშლით გაკვეთილი სათვისებაში. გძნობ რომ მიცოდებთ, მაგრამ არა ისე როგორც სხვები. აქ უფრო დიდი რამ არის. შემზარავი და დიადი. დღეს ხსნი უკანასკნელ გაკვეთილს. თუმცა დავჭა რამდენიმე წუთი. იცით, მე არასოდეს არ მელაპარაკია იმაზე, რაც ახლა უნდა გითხრათ. ვიცი, არ ვიქცევი სწორად. ვიცი. მე უბრალოდ გთხოვთ ერთ რამეს. გთხოვთ
აი თქვენ. ო, თქვენ. ვისი თვალებიც ჯერ არა უმღრვევია შორს. თქვენ. ვისაც ჯერ არ განგიცდიათ უზომო სიხარული და უზომო მწუხარება. რომლის შედეგადაც ადამიანის სამუდამო თიფითება. ბავშვებო. საყვარელებო. დღემდის ბევრჯერ დგებოდნენ კეთილშობილი ადამიანები ბრბოს წინაშე, როგორც მსაჯულნი ავაზაკთა ხროვის წინაშე. მაგრამ ბოლოს მაინც გათელავდნენ და იავარყოფდნენ ხოლმე მათ. ან როგორ შეუძლია ყაზბებს და პატარა ვაჭრუკანებს, რომელთაც ყურები სისხლიანი ბამბებით აუთ, გამოტენილი გაიგონ ხმა სიმართლის. მართალია მიზეზი რის გამოც მithოვენ. სასაცილოა ჩემი გამომეტყველებაც. იერიც. ყველაფერი და მაინც მე მივდივარ მუზეუმში და საკუთარ თავში დარწმუნებული. და თქვენ შეგიძლიათ მახინჯი მიწოდოთ, როდესაც სიყვარულს ვაფხავლებ შანგიან გინებში. ეს მე ვარ კვაზიმოდო. და როცა აქედან გავალ, იწამეთ ღმერთი. ნუ გაიცინებთ რამოდენიმე წუთს. ნუ დასცინებთ მუზეუმე მახინჯებს. Je t'appartiens de tout mon être, comme jamais un chien n'a aimé son maître. რასაპირებ? ისი დღეს ყველა მთხოვეთ, მაგრამ შენი და არ გიждდება ორი დღეში რომ არ მისულხარ. სიგარეტი არა გაქვს. დირექტორმა საბუთები ხვალვე წაიღოს, თორემ სულ დახასიათებას მივცემ. კაი. გულს ნუ გაიდეხ, ხო იცი რა არ ხდება. წამოგავიდეთ. მარტო წავალ რა. რას გავხარ? სად იყავი? შენი შვილი. ანდრო ვნახე. ვინ? შენ რა საბოლოოდ ააფრინე? გაცოფებულია. მითხრა შენი ხათრით ხელს არ უახლებ, თორემ სხვანაირად დაველაპარაკებოდიო. შენს გამო მეზობლებში ვერ უნდა გავიდე? რა სიღრიჯები მეთქი? ვაი, შენ ჩემო საწყალო თაო, რა უნდა? ჩემკანა რა უნდა? ჩაი აგიდუღო? ადუღე ბატონო, ადუღე. შენი ძმაკაცი გივი საფრენს. ჩემი ძმაკაცი გივი ცოტას აფრენს? რატო? გუშინ ახლამდე მომაცილა. უყურე შენ. გოლჯით ხელში. აჰა. ვეხოჭე შემოდი მეთქი, მაგრამ არ ქნა. და რატომ აფრენს მაინც? ერთი გენახარა სიფათით მომყვებოდა. ხო. ვეუბნები მომეცი მე დავიჭერ ქოლგას მეთქი, ის კიდევ გაფხენძილი, არა იძახის და მომდევს. არა, ისე მართლა დიდი უშნობინმეა მე და ჩემომზე. არა, მე რა თქმა უნდა, სხვაზე ხმის ამოღების უფლება არ მაქვს, მაგრამ ნინკა, ცუდად ხომ არა ხარ, ჰა? ნინკა შემომხედე. გონი სიცხე მაქვს?
დამადე ხელი. ნიკა მოდი რა ჩაწექი, ეხლა ჩაწექი. ახლა ვებარემ ჩაის ავადუღებ და. რა დროს ჩაია, ჩაწექი, მე მოვამწადებ ყველაფერს. წამლების ყუთი მომაწოდე და თერმომეტრი. არა, ელენ დეიდას დაუძახებ არა. არა მაქვს ახლა იმის ჭორების მოსმენის თარ. არა, ხომ გითხარი ავთანსკმაში, ნუ დადიხარ მეთქი, ხომ გითხარი. არა, მანამდეც მქონდა რაღაც პატარა სიცხე. მე ვერ მითხარი, კაცო. დაუძახე ელენეს. ცუდა. მალე მოვალ. ნუ გეშინია. ანდროს და მის მაგაცებს გამოვეპარები. აული გვერდს და ვერ დამინახა. ძალიან ცუდა. რა უკნა. გავიქცე, გავარღვიო ეს ბრბო და პირდაპირ სახლისკენ თუ? მალე დაბრუნდები. მიმასიკვდილები. არა, მე ჯანდაბას, მაგრამ წამლიანი ბოთლი რომ გატყდეს. ძალიან ცუდა. ნინკა, გამატარეთ რა ბიჭებო რა. გატყდება ბოთლი. ბიჭებო, გამატარეთ რა, ნინკა, ცუდად არის. ძალიან ცუდად არის. გამატარეთ, ნინკა, ცუდად არის. გამატარეთ! აღარ შეგაწყენთ თავს ფუჩი ყმედობით. ჭკვიანი მსმენელი ისედაც მიხვდება, როგორ შეტრიალდა საქმის ვითარება. ანდრო, რა თქმა უნდა, ჩახვდა რაღაცებს. გული მოუვა. ჩემმა იმ დღევანდელმა მოქმედებამ აღძრა მის არსებაში კეთილშობილური იმპულსები და დავწმაკაცდით. ჩვენი დამეგობრება იმით დაიწყო, რომ მეორე დილას ანდრო თვითონ გვიახლა. ავადმყოფი მოინახულა. მერე გვერდი და ოთახში გამიყვანა და მითხრა, თუ რამე დაგჭირდათ, ჩემი კისერი და თქვენი ხმალიო. ამის შემდეგ ჩვენი ხშირი სტუმარი გახდა ანდრო. რა გინდ სათნო და კეთილშობილი არ უნდა გახდეს მტარვალი მსხვერპლის მიმართ. როგორც არ უნდა ეცადოს ძველი შეცდომების გამოსწორებას. მაინც დიდ ტკივილს აყენებს ტანჯულს, რადგან ამ უკანასკნელის ავადმყოფურ თავმოყარეობას მისდამი ეს თბილი მამაშვილური დამოკიდებულება წარსულ წამებზე ნაკლებროდი აღიზიანებს. თანაც მაყურებლისთან დასწრებით ხომ სულ უფრო ეწეწება და ეძაბება ნერვები. მაყურებელი ნინკა გახლდათ. ბატონებო, რომ გეყურებინათ ჩემი საცოდაობისათვის. მკითხავდა რამეს ალერსიანად და ხელად და დაფეთებით ვუყურებდი თვალებში, ვეგრიხებოდი, ვეპრანჭებოდი, ფინიასავით ვწყავწყავებდი. საწყალი, გივი. მოვიდოდა, ჩამოждდებოდა სკამზე და გვიყურებდა. ერთი სიტყვით ანდროს გარდა ყველანი ადუღებულ კუპრივით სავსე ქვაბში ვიჯექით. თქვენ ალბათ მკითხავთ ნინკა რაღაცზე იხრაკებოდაო. რაზე და იმაზე, რომ ანდროს სიტყვაზე თუ შემოხედვაზე ისიც ჩვენსავით წითლდებოდა და ფერადდებოდა. ბოლოს გივიმ გადაწყვიტა ხმა აემაღლებინა არსებული წესწყობილების წინააღმდეგ. იმჟამად შინარ ვიყავი. Esmeralda, vous êtes accusée d'avoir blessé le chef des archers. S'il est blessé, c'est qu'il est vivant. Oh, laissez-moi le voir, rien qu'un seul instant. Vous l'avez séduit et ensorcelé. De coups de couteau, vous l'avez frappé. Ce n'est pas que j'irai sur ma vie.
imagination. Il vous ressemble un peu, monsieur. Regardez le feu qu'elle a dans les yeux. C'est une sorcière, c'est une étrangère, c'est une bohémienne, c'est une païenne. რა მოხდა ნინკა? რა მოხდა მეთქი ნინკა? თხოვდები. თხოვდები ვიზე? ანდროზე. ვაი საუეჯი ვინ ხავ დაატრია? იჩხუბეს. მერე? საწყალი გივი. როგორ ახარ ბიჭო? რა წვირი ჩამოუშვი? ვედაურა მიქნა. რა მოხდა მე? რა მოხდა? ისე რატომ მოგივითად ჩხუბი, ჰა? თქვი ბიჭო ამოღერხე. დიდი უთავმოყარეო კაცი ხარ ხო იცი? რა გაცინებ შენ? მიდი, დაამთავრე. შემეშვი. ისე მართლა ქორწილში ხომ არ წავსულიყავით? ვის ქორწილში? ჩემი დაიკოსა და ანდროსი. რა იყო? რაო, რას მომაშტა? რა გეგონა აბა, მეძავი იყო ნინკა თუ როგორ? უყვარდათ ერთმანეთი მაშ? უყვარდათ? წადი. ორი დღის შემდეგ გავიგე გივიმ თავი მოიკლა. ორლულიანი თოფიდან გადმოვარდნილი ჟაკანი წერტილივით დაერჭო მის ხანმოკლე სიცოცხლის ბოლოში. ახლა ერთი სასაცილო ამბავიც მინდა გითხრათ. ჩემს მეგობარს სიკვდილისინ ბარათი დაეწერა, რომელიც აღელვებულს იმავე ლოგინზე დაეგდო, სადაც შემდეგ წამოწოლილიყო და თავი მოეკლა. სასამართლო ექსპერტიზამ მხოლოდ ერთი სიტყვის საკითხვა შეძლო. ძვირფასო. დანარჩენი სისხლში მოთხრილიყო. ანდრო ჩვენთან დაბინავდა. სახლში მამამის სამი რძალი ეჭდა. ასე რომ ჩვენი სენაკი არჩია. თუმცა რატომ სენაკი? 60-ოთახიანი ბინა არ არის პატარა. თანაც მე იმათ ხელს არ უშლი. სამზარეულოში მიმიჩინეს კუთხე. ალბათ იქიდანაც გამომაგდებენ. მაგრამ ჰუმანურობა, ბატონებო, ადამიანურობა. ბოლოს სიზუკელამ ისევ გაიხსენა ძველებური ჰოფოფები და ღამით მთვრალი რომ მობრუნდებოდა. დაგახჭობში ახვარო შენ. მართლა. ნინკა ფეხმძიმეთ იყო მე-7 თვეში. ხანდახან როცა ესმოდა როგორ მირახუნებდნენ სამზარეულოში, შემოვიდოდა და დაჩოქილი ემუდარებოდა ჩემ ჯალაც. თავი დაანები ანდრო, ძმაა ჩემი. აი მაშინ ანდრო კიჭებს გააკრაჭუნებდა. ჭრარა არა, წ. და ერთს იმასაც წამოუთაქავდა ხოლმე. ერთხელ ისე წამოუთაქა რომ პალამ პალამ პარამ 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 ნინკას მუცელი მოწყდა და ერთ დილას, როდესაც სანოვაგით ხელში საავადმყოფოში მივედი, ექთერმა შეწუხებული სახით გამომიყვანა გვერდით და გაბზარული ხმით მითხრა. წუხელ ისევ სისხლის დენა აუტყდა და გარდა იცვალაო. დავმარხე თუ არა ერთი მიცვალებული.
იმ დღეს შეუდექი მეორეზე ფიქრს. იარაღში 9 ცალი ახალ-ახალი შავად მოელვარე ტყვია ჩავაწყე. 3 ცალზე ნინკა ეწერა, 3-ზე კივი. დანარჩენთ ჯვრები დაუსვი. ბატონებო! სადღაც ყური მომიკრავს სამართლიანი შურისძიება ბედნიერს ხდის ადამიანსო. მე ახლა ბედნიერად ვგრძნობ თავს, როცა იარაღ მომარჯვებული ვდგავარ ჩემი მტრის სახლის წინ. ერთიანად ვცახცახებ და დაკაკუნება ვერ გამიბედავს. ვაი მამამის მან სხვა ვინმე გააღოს კარის წვრილი ასტეხოს და დამნაშავემ ფანჯრიდან გადახტომით უშველოს თავს. მაგრამ არა ბატონებო, ეს არ შეიძლება რომ მოხდეს. დამერწმუნეთ ძვირფასო სკეპტიკოსებო, რომ კარს მხოლოდ ანდრო გააღებს და სხვა არა. ეს მე არა მიღანია. თქვენც ვერ დაინახავთ ამ სამართლიანი განჩინების ასრულებას. ვერ შეამჩნევთ შავ სისხლს, რომელიც ამ სიგნალეში კიდევ უფრო ჩამოხდება. ვერ გარკვევთ წვდიაჩი მომაკვდავი ბოროტ მოქმედის ტკივილისაგან დაბრეწვის სახეს. მას გავაჩირაღდნოთ ეშაპოტი, ბატონებო! გავაჩირაღდნოთ! აქეთ მოშხალები, კვაზიმოდო! აქეთ მოშხალები! თქვენ მოისმინეთ მერა ბაბაშიძის მოთხრობა აქეთ მაშხალები კვაზიმოდო. მონაწილეობდნენ გოგა გორგასანიძე, ლილი ხურითი, არჩილ ბარათაშვილი, ნანა ხურითი, რევას თავართქილაძე, კახა ჭოლაძე. ხმის რეჟისორი რომეო ტერგრიგორიანი. მუსიკალური განფორმებელი ხათუნა ბედელაძე. რეჟისორის ასისტენტი ნათია ხოშტარია. რადიო დადგმა ჩაწერილია 2002 წელს. საზოგადოებრივი რადიო 2008 წელი.